გახსნის შემდეგ ჩვენ გვქონდა 11 საფრთხე და ჩვენთვის დამაგვირგვინებელი შეხვედრა არის თქვენთან. მე გთხოვთ მიესალმოთ ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს. წარმოდგენა საგარეო საქმეთა სამინისტროზე როგორც ისეთ გამოცდილება არ აქვს. პოლიტიკაში სად არის მომავალი პერსპექტივები, მიმდინარე სტატუსზე მოლაპარაკებები. ამბასადორიალის ბოლოს იყო შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ხოლო ეხლა ამ წუთას დამთავრდა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან. როგორც მოგეხსენებათ, პრემიერმა გახსნით სხდომაზე სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოება, სადაც ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე. აქედან გამომდინარე, მისი მისალმება უკვე როდესაც მასთან იყო შეხვედრა, იყო შედარებით მოკლე და ჩვენს წარმომადგენლებს მიეცათ საშუალება პრემიერისთვის დაესვათ შეკითხვები. მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ძალიან სასიამოვნო, როგორც ერთ-ერთმა ჩვენმა კოლეგამ უწოდა ძალიან ლაღი შეხვედრა, რადგან იყო ძალიან გულახდილი შეკითხვები და პრემიერისგან ძალიან გულახდილი პასუხები, ძალიან კარგი ატმოსფერო. საუბარი შეეხო ყველაფერს, დაწყებულს ბიზნესიდან, დამთავრებული მედიით, მის დამოკიდებულებას ზოგიერთი ქვეყნის მიმართ, მის სიმპათიებს და რასაკვირველია საქართველოს განვითარების გზებს, მისი გადადგომის მოტივაციას, მისი პოლიტიკიდან წასვლის მოტივაციას, რაც მან ძალიან კარგად განუმარტა ელჩებს და ამიტომ ყველა დარჩა ძალიან კმაყოფილი. ბოლო შეხვედრა გახლდათ საქართველოს პრეზიდენტთან, პრეზიდენტი მოვიდა უშიშროების საბჭოს მდივანთან ბატონ გიგა ბოკერიასთან ერთად და ადმინისტრაციის უფროსთან ბატონ არნდრო ბარნოვთან ერთად. პრეზიდენტი მიესალმა დიპლომატიურ კორპუსს, გადაუხადა მადლობა გაწეული საქმიანობისთვის და ხაზი გაუსვა ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებს, როგორც არის არაღიარების პოლიტიკა, როგორც არის გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა. გარდა ამისა, მან მიმოიხილა მსოფლიო პოლიტიკის ასპექტები და ამ კონტექსტში საქართველოს როლი. კითხვა-პასუხის რეჟიმი პრეზიდენტთან არ ყოფილა სამწუხაროდ. მე მას მხოლოდ ერთი კითხვა დავუსვი, თუ როდის მოაწერს ხელს წარდგენილი ელჩების გადაგზავნას პარლამენტში. ამაზე ჩვენ გვაქვს ასხთა სხვადასხვაობა, მათ შორის პროცედურაზეც. პრეზიდენტმა მითხრა, რომ ამაზე უშიშროების საბჭოს ფარგლებში უნდა გვესაუბრა, თუმცა ეს არასოდეს არ მომხდარა. იმ პერიოდის მანძილზე, რაც მე საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება მაქვს და ეს არ არის 1 და 2 წელი, მაგრამ როგორც ჩანს ამ საკითხზე ჩვენ ვერ შევთანხმდებით და ფაქტიურად ღიად დარჩა ეს კითხვა, თუმცა ალბათ გარკვეული ბუნებრივი განვითარება ამ საკითხსაც ექნება და მე იმედი მაქვს, რომ წლის ბოლომდე ჩვენ გვეყოლება ელჩები ყველა ქვეყანაში საჯერ არ გვაქვს. საბოლოო ჯამში მე ამ 3 დღის ძალიან კმაყოფილი ვარ. იყო ძალიან ინტენსიური, თქვენ თვითონ ადევნებდით თვალყურს, ძალიან ბევრი შეხვედრა. ფაქტიურად ჩვენი დიპკორპუსი შეხვდა ყველას, ვისთანაც რელევანტური იყო მათი შეხვედრა. რასაკვირველია, როდესაც ჩაივლის ესეთი დიდი ღონისძიება, კარგად ჩანს რა იყო კარგი, რა იყო ხარბეზი, უზადო არაფერი არ არსებობს. მე ეს ვუთხარი კიდევაც კოლეგებს, ჩვენ ხვალ გვაქვს ჩვენი შიდა დიდი თათბირი სამინისტროში, სადაც შევაჯამებთ უკვე ყოველგვარი მედიის და პრესის გარეშე იმას, რაც იყო ამ 3 დღის განმავლობაში. ბევრ რამეს გამოვასწორებთ, ბევრ რამეს დავამატებთ, ზოგი შეიძლება ამოვიღოთ პროგრამიდან, ასე რომ მომავალი წლისთვის ჩვენ გვექნება უკვე ძალიან კარგი ანალიზი იმისი, თუ როგორ ჩაიარა ამ 3 დღემ, რა შეიძლება უკეთ გაკეთდეს და სად გვაქვს ჯერ კიდევ ხარბეზები.